სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 9 რეგიონში, მათ შორის კახეთში, კერძოდ კი გურჯაანში, ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 28 პირი დააკავა. საქმე ეხება ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლით ურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებს. სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლით ურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სამსისხლის სამართლის საქმეზე 7 პირს ბრალდება წარადგინა. საქმე ეხება სხვადასხვა დროს დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტის მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 91,564 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლით ურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს ჯამში 397,804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი, აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით, 196 მუხლის პირველი ნაწილით და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით, 221 მუხლის მეოთხე ნაწილით, 322 მუხლის პირველი ნაწილით, 318 მუხლის პირველი ნაწილით, 341 მუხლით და 362 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე აღნიშნავთ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა სახის კორუფციული რისკების შეფასებასა და აღმოფხვრას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, რათა კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.